შენ გაიზარდე საოცარ ოჯახში, ხო? ბებიანანი ბრეგვაძე, დედა ეკა მამალაძე, თან მუსიკალური, თან რაღაც ბოჰემური, ესეთი საინტერესო ხალხი იყო სულ თქვენს გარემოცვაში. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია გექნება მოსმენილი და ეს როგორ ახდენს შენ ცხოვრებაზე, შენ ცხოვრების ფორმირებაზე გავლენას. ჯერტი მადლობა და აქეთა მამა ჩემის მხრიდანაც არანაკლები. იცით რა, აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა ცნობადობაზე და უბრალოდ აი მათი სტატუსიდან გამომდინარე კი იყვნენ თქვათ უფრო მეტად ადამიანების ყურადღების ცენტრში, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია მე მგონი აი ბებიების აი ეგეთი რაღაცა გრანდიოზული არ ვიცი წარმატების შრომის მოყვარეობის სიძლიერის როგორც ქალების თან მარტოხელა ქალების მნიშვნელობა ვიდრე ვთქვათ ნანი ბრეგვაძე როგორც ვიღაცისთვის პოპულარული მოდელი როგორც პროფესიას მაგრამ აი ჩემთვის ეხლა ხვდები რომ მაგას უფრო დიდი გავლენა ქონდა და აი ეგ არის მთავარი რასაც ძალიან ვეჭიდები მე აი ჩემ ოჯახში ეს ქალების რაღაცა სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია მამიდა ჩემი სამწუხაროდ ადრე დარჩა მარტო დედა ჩემი აი რაღაცა ეს ქალებმა ძალიან ბევრი რაღაცა თავის თავზე აიღეს